ქალისთვის ოჯახი პირველი უნდა იყოს და არა კარიერა. ქალი უნდა იჯდეს სახლში საჭმელი აკეთოს და მხოლოდ ბავშვებს მოუაროს. დედამთილები, მამამთილები, ასე შემდეგ. სუფრის და სადღეგრძელოების ტრადიცია არ მომწონს. სისხლის დინარეები რომ მოდის და რაღაც. რომელი ქართული ტრადიცია მოგწონთ ყველაზე მეტად? ერთობლივი სიმღერის ალბათ. ხალხური სიმღერა. დიახ. რაღაცა იგრძნობა ათასლოვანი ერთგვარი ქვეცნობიერი ერთიანობის გამოხატულება. რაღაცა ეგრე მგონია. გასაგებია და რომელი არ მოგწონთ? სავარაუდოდ სტუმრობა გაფრთხილების გარეშე. აღდგომას როგორც აღნიშნავენ საქართველოში, მაგალითად საფლავებზე გასვლა და ასე შემდეგ, ეგეთ რაღაცები მომწონს. კი. ანუ ხრის დაყვა და რაღაც ეგენი არა, საფლავებზე გასვლა და იქ кейფი და რაღაც ეგაც არა. კვერცხის გაგორება და ასე შემდეგ. მოგწონთ კვერცხის გაგორება? ძალიან კარგი. და რომელი ქართული ტრადიცია არ მოგწონთ? საფლავებზე ცხოვრებს რო კლავენ. სისხლის დინარეები რომ მოდის და რაღაც. ეგენი არ მომწონს მე. იმიტომ რომ ჩემი აზრით ქრისტიანობასთან არანაირი კავშირი არ არის ეგ. რომელი ქართული ტრადიცია მოგწონთ? ჩაცმულობა. რომელ ჩაცმულობას გულისხმობთ? ეროვნული სამოსი? დიახ, კი. ეროვნული სამოსი, თავისი გრძელი კავებით და რაღაცეებით რა. და რომელი არ მოგწონთ? აი როგორ გითხრათ, ეხა ბიუსჰალტერების გარეშე რო არის დღეს მაგალითად მოდაში შემოსული მოძრაობა რა ძალიან ისეთი არის. ეს ქართული ტრადიცია არ არის. ხო, მაგრამ ვიცი ზოგადად თქვი რომ არ მომწონს ეგ რა. ბიუსჰალტერების გარეშე მოძრაობა რა. რომელი ქართული ტრადიცია მოგწონთ? მომწონს ქართული ტრადიციული ცეკვები და ქართული ტრადიციული ფოლკლორული სიმღერები. ძალიან კარგი. და რომელი ქართული ტრადიცია არ მოგწონთ? აი ის რომ კაცის როლი ისეთი არის დღესდღეობით და ტრადიციულად იდეაში არ ვიყავით მასე და საბჭოთა კავშირმა რაც შემოიტანა ის რომ კაცს შეუძლია რომ ძალაუფლება ჰქონდეს ქალზე, აი ეგ ტრადიცია არ მომწონს. იმიტომ რომ ის რომ აი კაცმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი და ამ დროს ანუ ქალი უნდა იჯდეს სახლში საჭმელი აკეთოს და მხოლოდ ბავშვებს მოუაროს. როდესაც ოჯახი არის ის რომ ერთდროულად და ერთმანეთის გაგებით გააკეთონ ყველაფერი. რომელი ქართული ტრადიცია მოგწონთ? რომელი ქართული ტრადიცია მომწონს? ალბათ ის ფაქტი რომ ძალიან სტუმად მოყვარეები ვართ. ტრადიციაში შეიძლება გაატარო როგორც კულტურაში. მეტი არაფერი. ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს შესაძლებელი ტრადიციებშიც. და რომელი არ მოგწონთ ყველაზე მეტად? რომელი ტრადიცია არ მომწონს ყველაზე მეტად? რომ ქალისთვის ოჯახი პირველი უნდა იყოს და არა კარიერა. რომელი საუკუნეა? რომელი ქართული ტრადიცია არ მოგწონთ? მე ყველა ტრადიცია მომწონს ქართული. ეს არ მახსენდება არაფერს. და რომელი მოგწონთ ყველაზე ძალიან? მაყარი. ცხენით ჯობია, ჩემი პირადი აზრით და ასევე თავის ქართული წესჩვეულებებით ტანსმელი გაცვია, ნაბადი ჩოხა, რა ვიცი. თქვენს ქორწილში მაყარი ცხენით იქნება? აუცილებლად. და რომელი არ მოგწონთ? ალბათ ანაშვიდის შემდეგ საჭმელად რომ გადიან. ჰელეხს გულისხმობ. ჰელეხი კი. რომელი ქართული ტრადიცია მოგწონთ? ტრადიცია ცეკვა. ძალიან კარგი. და რომელი არ მოგწონთ ყველაზე ძალიან? ქართულ ტრადიციაში ზედმეტის სმა. ზედმეტის სმა. რომელი ტრადიცია არ მოგწონთ? სუფრის და სადღეგრძელოების ტრადიცია არ მომწონს. ჩემთვის მიუღებელია ეს აი ბოდიში და ბოლოს ერთმანეთს რო თრუებიან, ღრეობენ, ეგ მიუღებელია ჩემთვის რა ძალიან არ მომწონს ეგ სიტყვით. რომელი ქართული ტრადიცია არ მოგწონთ? ძალიან ბევრი ქართული ტრადიციული ოჯახი რო არ უნდა დაისიწმინდე. აი რაღაცებს რო უნდა შეეწირო, იმიტომ რომ ქართული ტრადიცია რაღაცა გთხოვს ამას, აი ეგეთი რაღაცები არ მომწონს. აი მაგალითად რას უნდა შეეწირო ქართული ტრადიციის გამო? მაგალითად
ქართული ტრადიციული ოჯახი, დედამთილები, მამამთილები, ასე შემდეგ ოჯახის წევრების რაღაცა ანგარიშგაწევები იმის გამო რომ ოჯახი არ უნდა დაინგრეს, რადგან ქართული რაღაცა ტრადიცია ეწირება ბევრი ქალი მაგალითად და ხდებიან ძალადობის მსხვერპლები, ძალით აკეთებენ იმას, რისი გაკეთებას და იქცევიან ისე, რისი გაკეთებაც არ უნდათ, მოკლედ რა, და ბევრი რამეა, მაგრამ ეს იყო გამოყოფილი. და რომელი მოგწონთ? რომელი მომწონს? ერთმანეთი რო გვიყვარს რაღაც კატეგორია ქართველებს, ეგ მოგწონს. არ ვიცი ხ ტრადიციას დავარქმევდი თუ რას დავარქმევ, ამას არ ვიცი, მაგრამ ეგ მომწონს, რომ რაღაცა ჯიგრები ვართ. რომელი ქართული ტრადიცია მოგწონს ყველაზე მეტად? სტუმარმასპინძლობა ალბათ და რავი პატივისცემა სხვა ხალხთან რაც რავი რო არ იცნობდა რაღაცა და მაინც რო პატივისცემ რავი ეს ტრადიცია კიდე შენარჩუნებული გვაქვს. და რომელი არ მოგწონთ? როგორ თქვა დრო რო იცვლება და მაინც რო ხალხი არის რომელიც მაგ დროს ანიშნავდა არ იცვლება და ნუ ალბათ ხვდებით რასაც გულისხმობ რა რომ ეს რაღაც უფრო მოდერნული რაღაცა სტილი არის ბავშვები რაღაც ახალი თაობა რო იცვლება და მაინც რო ხალხი არის რომელიც მაგის გამო ძალიან რავი ცუდ ხასიათზე რა ცუდ განწყობით არის მაგ ბავშვებთან მიმართ მაგ ახალ თაობასთან მიმართ და ძალიან აჯვავს და რავი ცუდი სიტყვის ბოდიში მაგრამ მაგითი რაღაც როგორ გონიათ რა არის ამის მიზეზი რატომ ვერ იღებენ ახალ თაობას? ნუ ბევრი ხალხი რეგიონში ცხოვრობს არ იცის რაღაც არ აქვს თქმა არანაირად რაღაც სოციალურ ქსელებთან რავი არა მარტო ეგ რავი ეს რეგიონებში რო რაღაც არ აქვს ქსელზე თქმა არანაირზე არაფერზე და რავი მაგხრივ უყვართ უფრო რაღაც ესე რომ რავი ახალ თაობაზე ესე ცუდად და ესე დაჯმა იყოს ვიდრე რავი accepting რავი როგორ თქვა მაგ ეგრე რა